ნავთობ კომპანია Galfi ლატარეის კომპანიის სანაცვლოდ რასახის გარიგება შედგა დავით კეზერაშვილსა და ინკოგნიტო პარტნიორ შორის, რომლის უკან კახა ბაინდურაშვილი მოიაზრება. თავდაცვის ყოფილი მინისტრის ახალი ბიზნესი ნახეთ ჩორენა ხვიჩიას სიუჟეტში. თავდაცვის ექს-მინისტრისა და ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსის, ახლა უკვე ბიზნესმენ დავით კეზერაშვილის ქონებრივი მდგომარეობა ქართული მედიის ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა. გაზეთი რეზონანსი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ დავით კეზერაშვილი ახლა უკვე ნავთობ კომპანია Galfi-ის მფლობელიცაა. საქართველოს ლატარიის თანამშრომლები ნავთობ კომპანია Galfi-ში დასაქმდნენ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ Galfi თავდაცვის ექს-მინისტრის დავით კეზერაშვილის კომპანიაა. გარდა ამისა, რეზონანსის წყაროს ინფორმაციით, ხელისუფლებაში მყოფ მაღალჩინოსნებს კეზერაშვილსა და მის პარტნიორებს შორის გარიგება შედგა. კეზერაშვილმა ლატარიის კომპანია დათმო სანაცვლოდ, ხელისუფლება სანავთობო კომპანია Galfi-ის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. მონოპოლია ისედაც აქვს, ლატარიის კომპანია ჯერ ერთი დათმოთვარა ჩვენ ეს არ ვიცით, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მისი ინტერესები იქ ისევ იქნება. რესპუბლიკელი თინა ხიდაშელი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დავით კეზერაშვილსა და მის ბიზნეს საქმიანობაზე დაიწყო საუბარი. ამბობს, რომ გამორიცხული არ არის ლატარიის კომპანიის თანამშრომლები Galfi-ში გადაიყვანათ, რადგან ორივე ბიზნეს ერთი ადამიანი მართავს. ნავთობ კომპანიის სათავო ოფისი სწორედ იმ შენობაშია განთავსებული, სადაც ლატარიის კომპანია მუშაობს. სწორედ Galfi-ის გამო პრობლემები აქვს სხვა ნავთობ კომპანიებს, მაგალითად შემიძლია გითხრათ, რომ რომპეტროლი დისკვალიფიცირებული არის ტენდერებიდან, ახლა სულ ბოლოს ერთ-ერთი ამბავი ეგ არის, რაც კი, რა თქმა უნდა, გვაფიქრებინებს, რომ ეს ყველაფერი ხდება იმისთვის, რომ ლუკოილი როგორც იყო, ისე დარჩება ბუნებრივია, მაგრამ სხვა სეგმენტზე Galfi იყოს და საფუძველ ჯამში ორივე კეზერაშვილი იყოს. თინა ხიდაშელი ამბობს, რომ დავით კეზერაშვილს ბიზნესის საწარმოებლად ხელისუფლების მხრიდან სრული კომფორტი აქვს შექმნილი. კერძოდ 2 წლის წინ კახა ბაინდურაშვილის ფინანსთა მინისტრობის დროს ლატარიის კომპანიამ ამ სფეროში მუშაობის ექსკლუზივი მოიპოვა. ცოტა ხნის წინ კი საქართველოს ფოსტამ, რომლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე იგივე კახა ბაინდურაშვილია, კომპანიის 70%-იანი წილი მიიღო 5 წლიანი მართვის უფლებით. ამას დაემთხვა პარლამენტში კანონის მიღება, რომლის მიხედვითაც კომპანია, რომლის 50% სახელმწიფო ფლობს, DGG-სგან თავისუფლდება. გამოდის, რომ ლატარიის კომპანია DGG-ს არ იხდის. საოცრებები კეთდებოდა მისთვის, მიიღო ლატარიის კომპანიამ ქვეყანაში მონოპოლიური მდგომარეობა ლატარიაში, რაც სრულიად უპრეცედენტოა დედამიწის ზურგზე, მიიღო საგადასახადო შეღავათები. ნავთობ პროდუქტები, ეს ბიზნესი არის სააკაშვილის ოჯახის ექსკლუზიური სფერო. კეზერაშვილის სახით ის მოხდენს მთლიანად მონოპოლიზებას ამ სფეროსი, თუ რაიმე დარჩენილი იყო პატარა სეგმენტები ბაზარზე მთლიანად აითვისებს. ლეიბორისტი გიორგი გუგავა ამბობს, რომ დავით კეზერაშვილს ლატარიის კომპანიის დათმობის გარეშე შეუძლია ნავთობ ბაზარზე მონოპოლიის მოპოვება. დაწილების ასეთი განაწილება უფრო გარიგებაა ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, ვიდრე დათმობა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ თავდაცვის ექს-მინისტრმა წვრილი ნავთობ კომპანიების ხარჯზე უკვე მოახერხა ბაზრის დაკავება. ასევე დავით კეზერაშვილია უნიგრუპის 50%-იანი წილის მფლობელი, რომელიც მარკეტინგულ და დისტრიბუტორულ მომსახურებას კომპანია ლუკოილსაც უწევს. ჩვენ კომენტარების მიღება ლატარიის კომპანიისგანაც ვცადეთ და Galfi-სგანაც, თუმცა უარი მივიღეთ. მიზეზად კი არასამუშაო დღე დაგვისახელეს.